არავის ადვოკატი არ ვარ, მე ხალხს ეხება და ფაქტიურად მაგი წინასწარ ვთქვი მე რომ მე ფაქტი იმას ეკრი და უცბანი და აი ახლა კიდე რაღაც მონიციპალიტეტებმა და რაღაცეები ამ ჩვენებია. გაზიფიკაცია პირველი მოასფალტება გზების, სოფელ ნაკაიძეებში 30 წლის განმავლობაში ასფალტი არ დარგებულა, ძველი ასფალტი აღარა ფაქტიურად და ეს სოფლის მოთხოვნა პირველ რიგში სოფელთა მოთხოვნა. მეორე დიდი მოთხოვნა სოფლის რომ სარგებლობაში არსებული მიწები, რაც სარგებლობაში აქვს, არ იქნა მისი დაკანონება. სოფელში მთავარი პრობლემა არის წყალი, გზა, გაზიფიკაცია. რაც შეეხება ბავშვთა ბაგას უკვე თითქმის სანახევროდ უკვე გაკეთებულია და სანახევროდ რა თქმა უნდა ამ წელში დამთავრდება ალბათ. დანარჩენ პრობლემებს რაც შეეხება თანდათანობით ეს თანდათანობით გასულ წელს თუ მიმდინარე წელში სოფლის პროგრამით რა თქმა უნდა კეთდება. ძირითადი პრობლემა რაც ჰქონდათ მოსახლეობას ეს იყო სასმელი წყლის პრობლემა, რომელზედაც ქოულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული არის 1,100,000 ლარი. ანუ ამით დაახლოებით 200-დან 250 მოსახლემდე პრობლემა იხსნება. პრობლემა კიდე რაც იყო ეს არის გაზიფიკაცია, ჩვენ აუცილებლად ავაყენებთ ამ პრობლემას სამთავრობო დონეზე და მე ვფიქრობ რომ რეაგირება იქნება.